მოდი თქვათ რა, ქართულ ოპოზიციას აქვს ორი პრობლემა. პირველი პრობლემა არის სტრატეგიული პრობლემა, იმიტომ რომ იმ სტრატეგიით, რითაც ოპოზიცია ოპერირებს, გამარჯვება არის შეუძლებელი. ანუ ეს უბრალოდ შეუძლებელია, ანუ არ შეიძლება სტრატეგია იყოს დამყარებული იმაზე, რომ აი ჩვენ ახლა რაღაცას გავაკეთებთ, აი შევიკრიბებით ძალიან ბევრი ადამიანი ქართულ ოცნებას შერცხება და წავა. არ მივდივართ, არ გქონია. რატომ რაღაც გიჟების და შეშრილების უნდა შევწყვეს და მეორე არის ტაქტიკური პრობლემა. ანუ უკვე მე რას ვამბობ, რომ მე ხო და თქვენც იცნობთ ამ ხალხს. არა, ამათ არ ვიცნობ. არა. აი, მასივარი რომ მოა. ლიდერებს, არ მაგათ. აი ესეთ ტიპებს მე არც გამიგია. ანუ გაოგნებული უყურებდი ამ კადრებს. არც გამიგია, არც ვერც კი დაუში რომ ესეთი ადამიანი შეიძლება არსებობს. მაგათ არ ვიცი. ნახე, ეს არის ტაქტიკური პრობლემა. ანუ ამათმა აქცენტი რა ხალხსაც გააკეთეს უკვე და ვინც შემორჩათ არიან ესენი. ახლა შეხედეთ, მე იმ ორი ბიჭის ადამიანურად, რაღაც ქუჩურად, ქალაქურად, კაცურად არ მესმის, იმიტომ რომ მართლა როცა გაჭირვებაში ხარ, უნდა დატოვო, ეს არის ისეთ რამეა. არა ეს აპრიორია, ხო. უნდა გასწავლონ თუ არ იცი რა, ან შენ თუ არ ხვდები, უნდა გასწავლონ. თუ ხვდები არ ახარ ადამიანი. მაგრამ არის მეორე მომენტი. ჩვენ ხო ხვდებით რომ ამ ბიჭისთვის შეიძლება ეს ტელევიზორი არის ერთადერთი რაც გამოსტაცა ნანულის და ნანუკას ამ რაღაცის ან მართლა წამოიდგინეთ რომ ანუ ადამიანს მისცე ხო და არ შეიძლება ასეთი ადამიანის თუნება გამოიყენეს რაღაც სიდებილეში ხო ვიცით რომ რაღაც კაპიკებს უხდიდნენ გამოიყენეს რაღაცა ჩაუნერგეს რო ის იყო რაღაც ამას რომ დაეჯაჯგურები გმირი აი დედამის უთხრეს რომ ის იყო რაღაცა რა ვიცი რაღაცა ზოია კოსმოდენსკაიას დედა და რაღაც ეგეთი ხო სიგიჟე გმირების და რეალობაში რომ რჩები შენ ხვდები რომ ერთადერთი ბენეფიტი რაც გაქვს არის ეს ტელევიზორი და შესაბამისად ადამიანურად კაცურად თუ რაღაცა თოს გაუგებარია წმინდა ინდივიდუალური თვალსაზრისით ეს ტელევიზორი არის ერთადერთი ანუ ეს პირი იმერცკერის ბინადარი იყო სამწუხაროდ ვერ გაზარდეს რომ მას არ უნდა მოთხოვო ესე და ეს არის მეორე მთავარი პრობლემა რომ იმ ხალხს, ვისაც ეყნობიან, ამ ხალხით ვერ მოახერხებს. ხო, აი ეგ არის, კი ბატონო, თქო. ეს დამთავრებ, ვერც რევოლუციას, ვერც რა რევოლუციას, კარგი რა. რაც მთავარია, ეს ხალხი უკვე განარიდებს მათსავე მომხრეებს, იმიტომ რომ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ქართულ ოპოზიციას აქვს რაღაცნაირი ელიტარულობის შეგრძნება. აღარა აქვს მე მგონი. არა, შეხედეთ ჩავა ეს რომ ხალხურობას რომ თამაშობენ და რაღაცა რომ ხან მორწმუნეები რო არიან და რაღაცა ეგ ხო გასაგებია მაგრამ მთელი ამათი მუღამი რა არის ისინი არიან ერის რჩეული ნაწილი და ჩვენ ბნელები გასაგებია და როდესაც ერის რჩეული ნაწილი საქმეზე რო აღმოჩნდება რომ ამათ მხრებზე გადიან მათ მომხრეებს რომ ეს ელიტარულობის შეგრძნება გაძლიერებული აქვთ განაწყობს მათსავე ხო